დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ამჯერად მთაწმინდის გამგებელი ნიკა მელია, ჩვენი სტუმარი. ბატონო ნიკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. რომ მოხვედრით. მადლობა თქვენ პირიქით. თუ არ ვწდები პირველად ხართ ჩემ სტუდიაში. თქვენთან დიახ, პირველად. ძალიან კარგი. ბატონო ნიკა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რომელზეც ახლა ვსვათ ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემ, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მერია რომ ჩაერთოს ამ პროექტში, გულისხმობთ ხრუშჩოვკების ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ინფორმაციის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთვენიერ დღეს, როდესაც მოეწყო ბრიფინგი საკრებულოში, დაახლოულ კარს მიღმა მოეწერა გაუგება მემორანდუმს, რომლის საქმის გულშიც იყო მხოლოდ ბატონი ირაკლი შიხიაშვილი, არავინ, არც ერთი შესაბამისი სამსახურის უფროსი მერიაში, არც ერთი ურბანისტი, არქიტექტორი ამ საკითხის ირგვლივ ინფორმირებული არ ყოფილა, მეტიც ჩემი ინფორმაციით არც ერთი დეპუტატი საკრებულოში, როგორც ძირითადად ასე ვთქვათ, უმცირესობის წარმომადგენლები და მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლები არ ყოფილან საქმის გულში. თუმცა ეხლა ღია შეთავაზება ამეთქიც იყო, ღია შეთავაზება რომ ეს ნორმალური პროცესი, თავიდანვე გეტყვით, არანაირი უფლება საკრებულოს თავმჯდომარეს მსგავსი მემორანდუმზე ხელის მოწერის არ ქონდა. ეს არის პირდაპირ თბილისის მერის უფლება მოსილება. ეს ერთი, რაც არ უნდა გაეკეთებია მას, სრულიად გაუგებარ მემორანდუმს მოაწერა ხელი გაუგებარ ადამიანთან, პირდაპირ გეტყვით, ეხლა ბატონი ირაკლი კი საუბრობდა, რომ მისი ასე ვთქვათ, იდენტიფიცირება შესაძლებელია სავიზიტო ბარათით, რომელიც შემოგთავაზებთ თქვენ, მაგრამ აი მართლაც არ იძებნება კომპიუტერული ყველაზე გავრცელებული სისტემა Google-ს, რომელსაც ეძახიან, იქ ადამიანი რეალურად არ იძებნება. ადამიანი, რომელიც ახორციელებს 600 მილიონი ლარის ინვესტირებას, სრულიად გაურკვეველ ბუნდოვან პროექტში, რაც სამწუხაროდ, რასაც დღის სინათლე არ უწერია და რასაც ადასტურებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების გეტყვით, მარტივად გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის წმინდა წყლის უტოპიური პროექტი. ძალიან გამიხარდებოდა ეს პროექტი რომ იყოს რეალური. ნამდვილად გამიხარდებოდა, მაგრამ არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც გამორიცხავს ამ პროექტის განხორციელებას. ეხლა წარმოიდგინეთ, ჯერ ერთი ადამიანი იძახს 600 მე რამდენადაც მახსოვს, ადრეც იყო მსგავს პროექტების განხორციელებაზე, მსგავსის საუბარი შესაძლოა ეხლა რატომ არის? მსგავსი პროექტები ვერ განხორციელდა პოსტსაბჭოთა ისეთ ქვეყნებში, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ჩვენზე გაცილებით დიდარ ქვეყნებში, როგორიც არის ბულგარეთი, პოლონეთი და ასე შემდეგ, ვერ განხორციელდა, ვინაიდან წარმოიდგინეთ, ეხლა როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი, როდესაც ინვესტორი იძახის, რომ კი ბატონო, ეხლა მე 600 მილიონით კი არ ჩამოვდივარ. პროექტის სანაცვლოდ ვითხოვს სახელმწიფოსგან გარანტიას. სახელმწიფოსგან გარანტიას რო ითხოვს, ფინანსთა სამინისტრო ელემენტარულად საქმის გულში ხომ უნდა იყოს. დარწმუნებული ამ გარანტიას იგი ვერ გასცემს. რაში გამოიხატება სახელმწიფოს გარანტია? გარანტად უნდა ჩაუდგეს, რომ თუ კი ააშენა პირობითად ამ ინვესტორმა ეს ბინები, დაუშვათ 4000 ბინა თუ ააშენა ისნის რაიონში, ეს 4000 ბინა უნდა გააყიდიოს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა რამდენი ეგრეთ წოდებული ხრუშოვკებია, ძირითადად ვაჟა-ფშაველაზე არის, დაახლოებით 180-მდე ხრუშოვკაა. დიღმის მასივშია, სანზონაშია, თემქაშიც არის, თემქაზეც არის, მაგრამ ძირითადად არის ვაჟა-ფშაველაზე, ხო? 180-მდე ხრუშოვკის ტიპის კორპუსები. 2300 კვადრატი არის საცხოვრებელი ფართი თითო კორპუსში. იქ არის ძირითადად ის ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები, ხო? მაქსიმალური ფართი არის 70 კვადრატული ბინა. იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი გახდეს ეს პროექტი ნებისმიერ ინვესტორისათვის, ხო, ხელმოქმედი ხო არა, ეს არის ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ჩადოს ფული და იქიდან დივიდენდი მიიღოს. თქვენ კონკრეტულად იცნობთ პროექტს, არა, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არც კი არსებობს. ანუ აი ამ ყველაფრის შემუშავებაში მარტივად ჩამოვაყალიბებ ორი ტიპი თუ შეიძლება 3 და 5 სართულიანი კორპუსებია ხრუშოვკის, ხო, ყველა მოიცით ცნობილი, რომელიც 60-80 წლებში აშენდა, ძირითადად ეს საბინაო პრობლემა რო გადაწყვეტილიყო დროებით. ეხლა იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი იყოს, მინიმუმ 4-ჯერ მეტი საცხოვრებელი ფართი უნდა გაჩნდეს. ანუ 2300 კვადრატია დაახლოებით საცხოვრებელი ფართი, 45 ბინა არის ერთ კორპუსში სტანდარტულში ხრუშოვკაში. 4-ჯერ მაღალი შენობა უნდა აშენდეს, დაახლოებით 20 სართულზეა საუბარი. იმ სიმჭიდროვეში, ხა აი ვაჟა-ფშაველაზე წარმოიდგინეთ, 180 ხრუშოვკის ნაცვლად დღეს ჩვენ ხვალ რომ მივიღოთ 20 სართულიანი 180 კორპუსი.
ეს გამორიცხული, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი კომუნიკაცია, ეს გამწვანების ზოლია, ყველაფრის სტანდარტის დაცვა უნდა. არც ერთი ურბანისტი ამაში ჩართული არა. თანხა მოგება ხომ უნდა დაჩეს ბიზნესს. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე საუბრობს, რომ ამაში ჩაერთვებიან ეს ადამიანები ბატონი. ამაში ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ ჯერ არა საკრებულოს თავმჯდომარე, არა მერი ის შესაბამისი სამსახურები და მერის უფლებამოსილება არ არის უფლება. თუ მოხდა ამ ადამიანების სპეციალისტების არიან ზადარის თუ არა მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა არის, მაგრამ გამოვა დღის სინათლეზე პროექტი და არავინ არ იცის ამ დახურულ კარს მიღმა განხორციელდა ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა. მემორანდუმებზე ხელის მოწერებში მართლაც ბადალია ყავთ საბედნიეროდ, მაგრამ სამწუხაროდ საქმეში არ ითარგმნება მათი ქმედებები. ისინი არიან პროცესზე ორიენტირებული. მემორანდუმებს კი ბატონო აწევენ ხელს, კომისიებს ქმნიან, საბჭოებს ქმნიან, მაგრამ სამწუხაროდ ამის მიღმა ვერ მიდიან. სულად უტოპიურია, მე ვიცი, განწყობა თბილისი პატარა, საქართველოს ზოგადად პატარა ცენტრალურ ხელისუფლებაში საბედნიეროდ მოიძებნება ხალხი, ვინც ამას უტოპიურ პროექტს უწოდებს. არავინ არ იცოდა გარდა მე მგონი ორი ადამიანისა ამის შესახებ და რას ემსახურება ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ემსახურება წინასაარჩევნოდ ხმებზე ნადირობას. ვინაიდან შენ ჯერ უნდა კონცეფცია დადო, მე ასე მესმის და მე გაახმაურო, მე მოიწვიო დაუშვათ პრესა, მედია და ამის შესახებ ისაუბრო. მოეწერა სრულად გაუგებარ მემორანდუმს, სრულად გაუგებარ ინვესტორთან და ეხლა მიდის ჟაბაასი, რამდენად რეალური და ეხლა უნდა ჩავერთოთ. მე კი ბატონო, ჩავერთვები და დავამტკიცებ. ღმერთ ფაქტს მხოლოდ გაგვიხარდება, რა თქმა უნდა, უტოპიურია. გავიგე თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანი, როდესაც სხვა საკითხებზეც მინდა დავსვა შეკითხვები, ჩასულ პრაიმერთან დაკავშირებით მინდა კითხოთ პირველ რიგში. მიუხედავად თქვენი და ასევე გიორგი ვაშაძის განმარტებებისაც, მაინც რჩება ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები, ანუ კანდიდატურის მოხსნა გიორგი ვაშაძის მხრიდან. ეს ხო გარკვეული უთანხმოების შედეგი თუ რეალურად მართლაც რაღაც გარკვეულ პრაგმატულ გათვლებთან იყო დაკავშირებული და არის დაკავშირებული. იო და თავშევით არანაირ უთანხმოებას არ ქონია ადგილი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი ეხება მე და გიორგის ეხება საუბარი, მე და გიორგი რამდენიმე წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ ერთად მუშაობდით იუსტიციის სამინისტროში. უბრალოდ გიორგიმ ჩათვალა და განმარტა ეს, რომ ამ ეტაპზე ჟობდა რომ მას დაეთმო ჩვენთვის ეს ასპარეზი და იგი აქტიურად იქნება ამ კამპანიაში ჩართული თბილისში, ძალიან აქტიურად იქნება, ვინაიდან მისი გამოცდილება, მისი ენერგია ძალიან საჭირო არის და გარდა თბილისისა იგი იქნება ძალიან აქტიური სხვა ქალაქებში. მოგესალმებით, რომ ეროვნულ დონეზე ტარდება არჩევნები და ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ანუ აი ამ ქალაქებში გიორგის უნდა და გიორგი ვაშაძეს შორის უთანხმოებაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარი იყო და პრესაშიც არის ხოლმე ამაზე საუბარი გარკვეულ უთანხმოებაზე ნაციონალურ მოძრაობაში. გიორგი ვაშაძემაც აღნიშნა, რომ რაღაც მენტალური დაპირისპირება არის გუნჩიო, ანუ ეს ხომ არ იყო მენტალური დაპირისპირებაში არ ვიცი რას გულისხმობდა გიორგი, თუმცა გიორგის დახმარებით და არ მხოლოდ გიორგის დახმარებით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა შიგნით პოლიტიკურ გაერთიანებაში, რისი ერთ-ერთი პროდუქტიც გახლავთ პრაიმერისი, რომლის ანალოგია ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა, ეს პირველი პრეცედენტია. პრაიმერისი არ ჩატარდება მერობის კანდიდატის გამოსავლენად, ვინაიდან გიორგი ჩემს სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, თუმცა მთელი რიგი ასე ვთქვათ მაჟორიტარობის კანდიდატების გამოსავლენად ტარდება რამდენიმე ოლქში, თბილისში, რაიონში. ასე რომ ეს პროცესი გრძელდება და უკვე მე ვთვლი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმულია, რისი ასე ვთქვათ დამსახურება გარკვეულწილად რა თქმა უნდა გიორგის ეკუთვნის, იმიტომ რომ გიორგის იდეა იყო თავიდან ბოლომდე ამ პრაიმერისის ჩატარება. აი ქართული ოცნების კანდიდატების მისამართით ნაციონალური მოძრაობის წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან და გამოცდილებაზე აპელირებენ ხოლმე ძალიან ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური გამოცდილების სიმწირე არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში აი ამ კრიტიკული განცხადებების ერთ-ერთი მიზეზი. თქვენს გუნდშიც ხომ არიან თქვენზე უფრო გამოცდილი კანდიდატები, რატომ გაკეთდა თქვენი აზრით, თქვენი შეფასება მაინტერესებს, გათვლა მაინც და მაინც თქვენზე ნიკა მელიაზე. ისე არ შემიძლია არ თქვა, ანუ გათვლა, როდესაც პრაიმერისი გამოცხადდა და როგორც გიორგიმ, ასე მე დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღო მონაწილეობა პრაიმერიში. შეიძლება ყოფილიყო 3, 4, 5, 6 კანდიდატი. ასე რომ ის რომ ხარ პოლიტიკურ გაერთიანებაში შეიკრიბა პირთა წრე ან ჯგუფი და გადაწყვიტეს რომ მე უნდა ყოფილიყავი ან გიორგი, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.
იცით რა არის პირდაპირ გეტყვით ეხლა როდესაც საუბარი არის პოლიტიკურ გამოცდილებაზე ან გამოცდილობაზე გააჩნია რავს გულისხმობთ დეფინიციას როგორია ჩვენთვის პოლიტიკა ჩემთვის მაგალითად იცით პოლიტიკა არის ის საქმიანობა რითიც მე ვარ დაკავებული უკანასკნელი წელიწად ნახევარია კონკრეტულად ვარ იმ მორებში სადაც ხდება თბილისელების პრობლემების გადაწყვეტა ჩემი პოლიტიკა გახლავთ თბილისელების პოლიტიკა და ჩემი პოლიტიკა გახლავთ თბილისი ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი მე ვსაუბრობ რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკა მე ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის ყოველდღიური პრობლემები რომელიც აწუხებთ თბილისელებს ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე თავს პოლიტიკოსად ვთვლი ვინაიდან ჩემი პოლიტიკა აი საქმიანობა მაგრამ ფართო გაგებით პოლიტიკა მე ამ ეტაპზე მართლა არ მაინტერესებს. მაინც უფრო პოლიტიკაა თუ მენეჯერობა, აი თქვენს რა თქმა უნდა ნებისმიერი არჩევითი თანამდებობა, რა თქმა უნდა პოლიტიკური თანამდებობაა. მაგრამ აი ნახეთ გააჩნიათ ხშირად არის ხოლმე და ამასთან დაკავშირებით თქვენს რა თქმა უნდა გსმენიათ რომ მერი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა თუ ის უნდა იყოს მენეჯერული თანამდებობა პოლიტიკოსობა არ არის დღეს ძალიან რთული. პოლიტიკოსობა ახლა დღეს საკრებულოში რამდენი პოლიტიკოსი ყავს? პოლიტიკოსობა რა არის განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურა თუ ეს მენეჯერის მერი ნებისმიერი არჩევითი განსაკუთრებით მერი როდესაც არჩევითია თანამდებობა ის არის თავისთავად რა თქმა უნდა პოლიტიკური თანამდებობა არის უკვე მაგრამ ჩემი პოლიტიკა სწორედ რომ სულ სხვა რამ არის ვიდრე შეიძლება თქვენ გეგონოთ ჩემი პოლიტიკა